ჩემი პოლიტიკური შეხედულება ის არის, რომ მე ზიცხება დემოკრატია და ნებისმიერი იდეოლოგია, რასაც ფუძე უდევს თანასწორობა, გინდა შესაძლებლობის თანასწორობა, გინდა შედეგის თანასწორობა და აი ყალბი დაყოფა არის, რომელთაც ჯორდან პიტერსონმა მოუწამლა ტვინი უამრავ ადამიანს. ეგ ორი ერთი და იგივეა და გამომდინარეობს და ნუ აი ვემხრობი ტრადიციულ სისტემებს, რაც დროით არის რა შემოწმებული, რაც არის არისტოკრატია, თავადაზნაურობა, უხუცესთან მმართველობა. რაც რა თქმა უნდა ვერ დამყარდება იმ ხრივ, რომ აი გაქვს გეგმა, რომ აი ესე დამყარდება. არა, ეგ ხდება. აი ეგ არის რაც მომწონს მე. მაკეთკენ ვიხრები, დემოკრატია, ნუ ბრბოს მმართველობა არის. შეიძლება თქვათ, რომ რა ის დემოკრატია არ არის დღეს საქართველოში დემოკრატია ის, მაგრამ საკმარისი არის. ასევე ძალაუფლება უნდა გადაეცემოდეს მემკვიდრეობით, როგორც იყო ყოველთვის. ძალაუფლება, სტატუსი პოლიტიკური გადადის მემკვიდრეობით, როგორც ფინანსები. ანუ მოკლედ აი ესეთი რწმენა მაქვს. არისტოკრატია არის დროით ყველაზე შემოწმებული, დატესტილი და მოქმედი მუშა სისტემა. ბოლო 1000 წელი არსებობდა ვენეციის რესპუბლიკა. მანამდეც არისტოკრატია შეიძლება არსებობდეს თავად მონარქიაში, შეიძლება რომ მონარქია იყოს ისეთი, რომელიც არისტოკრატიის ნაირსახეობა არის, ასე შემდეგ და მე მაკეთკენ ვიხრები პოლიტიკურად. აი როგორც არ გვაქვს დემოკრატია, არ ვიცი, პილოტის არჩევაზე ან ქირურგის არჩევაზე, იგივენაირად არ უნდა იყოს დემოკრატია ქვეყნის ბედს როცა ეხება საქმე. ხო არ გინდა რომ პილოტს ხალხი ირჩევდეს, აბა ვინ იქნება პილოტი? ან ვინ იქნება ქირურგი? რა ვიცი, ჩემი აზრით ქვეყნის ბედი და ასე შემდეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პილოტი.